არის აღმოაჩინე აფხაზეთი ჩვენი პროგრამის მესამე ლექცია. და ეს ლექცია ტარდება ზუგდიდში და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდათ რომ საუკეთესო ლექტორებს, საუკეთესო ადგილებზე წაიკითხათ ძალიან საინტერესო ლექცია. დღეს აქ ესწრებიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მე ვამბობ ამას პირობითად იქიდან, აქედან, არ ვაკონკრეტებ და გიორგი ძალიან საინტერესო ამბებს ყვება, იმიტომ რომ გიორგი არასდროს არის დამყოფი თვითონ აფხაზეთში. და სწორედ აი იმ ემოციებს, იმ აღქმას, როგორ შეიძლება შეინარჩუნო ეს სიყვარული, ეს მთელი ეს ემოციები მაშინ, როდესაც შეხარ სრულად ახალი თაობის წარმომადგენელი, ეს ნუ გაგყვეს ისე როგორც ჩვენ. სწორედ ამ კუთხით უზიარებენ ისინი ერთმანეთს ემოციებს. თუკი ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, არიან ადამიანები, რომელთაც არ ახსოვთ, მაგრამ მაინც აქვთ ეს ემოცია. აი როგორ უნდა შევინარჩუნოთ, როგორ უნდა გადავცეთ თაობებს, აი ამ თემებზე არის საუბარი და აი ძალიან ინტერესით უსმენთ ყველა. ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება დიდი და მთავარი ამბის მიღწევა, ჩვენი მეხსიერების გაჯიუტება იმაში, რომ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, უნდა დავბრუნდეთ იმ ხალხთან, რომელიც ცხოვრობს, უნდა თანავით ცხოვრობ და შესაბამისად ამისთვის გვჭირდება დიდი ვარჯიში. მათ შორის საკუთარ თავთან, მათ შორის ძალიან სერიოზული განათლების მიღება, სწორედ ასე წარმომიდგენია აი ამგვარი შეხვედრებით იმ თაობასთან ლაპარაკი, რომელსაც მხოლოდ ფოტოებით უნახავს აფხაზეთი ან შემორჩენილი ვიდეო კადრებით, რომ ჩვენ ყოველდღიური ლაპარაკით, ყოველდღიური ურთიერთობებით რაღაცნაირად შევანარჩუნებინოთ ამ ადამიანებს ის მეხსიერება, რომელიც მათ არც აქვს, თავიდან უნდა გაუჩინოთ რეალურად. დღეს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ლექცია. მოვისმინეთ კეკელიძეს მწერალს, ჩემთვის ძალიან საყვარელი მწერალია და ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ აფხაზეთის თემაზე იყო შეხვედრა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ დღის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან არ არის ისეთი ფუფუნება, რომ დაესწრო ესეთ ღირ შესანიშნავ ლექციებს და მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კეკელიძეს სწორედ ამ დღისთვის, რადგან ისეთი რაღაცები გვითხრა, რომელიც მომავალში რა თქმა უნდა გამოგვადგება.